არსებობს ეგეთ საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ალბათ ყველას გაგვიგია, წმინდა ანდრია პირველი წოდებული საპატრიარქოს უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს კვლევითი მიმართულებებიც. ეხლა ამას წინათ ნახულობდი, რამდენად ესე იგი კვლევაში ეფექტური არის საპატრიარქოს უნივერსიტეტი და აღმოჩნდა, რომ თქვა სკოპუსის ბაზაში უნივერსიტეტის სახელით არის მხოლოდ 5 პუბლიკაცია, რაც არის ჩვენი საშუალო დოქტორანტის შედეგიანობა, ერთი დოქტორანტი. ანუ მთელი უნივერსიტეტის აქვს ესე იგი 5 სამეცნიერო პუბლიკაცია, ანუ კვლევები პრაქტიკულად არ ხორციელდება. და ამ დროს საუბარია იმაზე, თქვა განათლების რეფორმის ერთ-ერთ პუნქტში, რომ არათანაბარია ხარისხი, რომელსაც აძლევს ან დიპლომი, რომელსაც აძლევს სხვადასხვა უნივერსიტეტი ახალგაზრდობას. რა თქმა უნდა, ილიაში დაუშვათ და საპატრიარქოს უნივერსიტეტში ერთ და იგივე დარგში მიღებული დიპლომები აუცილებლად იქნება განსხვავებული, იმიტომ რომ იქ საერთოდ გამოთიშულია კვლევებისგან სწავლების პროცესი. როცა ჩვენთან პირიქით არის